ქეთუ. ბატონო. დასაკეთებ ქეთუ. რა ვიცი, აბა სამზარეულოს ვალაგებ. ვაიმე მართლა რო გვეპოვა ეს განძი, მერე რა სამზარეულოს დაალაგებ. ვაიმე თამრი, ესე იგი იცი როგორ ვინერვიულე. იუზაც როგორ აყვა, ხელა კაცია რა, პატარა ბიჭებს რა, მაიმუნებს. კიდე კარგი ოზურგეთში არ წავედით რა. ვაიმე ეს რა გაგვიკეთეს, ეს რა გაგვიკეთეს. გაგვიკეთეს, საჭმელი გაგვიკეთავინ მე? ვინ, სად, როდის? გირა, სულ საჭმელზე როგორ უნდა ფიქრობდე, ლაშა. მართლა ლოქო ხარ და იმიტომაც გათხრებნეს ცხვირით მიწა. არავით არის საჭმელი, სამზარეულოს ვალაგებ. ვინაც ალაგებს აქ? გამოვიდა მარკ შრეიდერი. გათხრებინეს გუშინ თხნელასავით მიწა. გათხრებინეს, ვაიმე, არ ვიცი, მე და ქეთევანს მთელი ღამე არ გვეძინა განცდებისგან. ლაშა, ვახო. ჩვენ ეს ამბავი არ უნდა შევარჩინოთ ჩხეიძეებს. სულ არაფერი გვარი არ გვაპატიებს. აბა რა. კარგი რა, თამარ, კარგი რა. რა გვარი არ გაპატიებს, რა გვარი არ გაპატიებს. იხუმრეს და ეგარი რა. ლაშა, შენ ჩემ გვარს არ შეეხო? ეხლა მოკლედ, მე და ქეთუსა მოვიფიქრეთ ესეთი რამ, გეგმა შევიმუშავეთ. მიდი ქეთუ. დავიწყო უკვე? მიდი. აქ. აბა მაცადეთ. აბა მოიცადეთ ერთი წუთი კალმისტარი. აჰა. აი ეს რუკა. ძველი ბლოკნოტი. მოკლედ რო გიყურებთ, ავჭალის ნაკვეთის მეკობრეები ხართ. მაგ ხუმრობებს გირჩევნია მოусმინა ინდიანა ჯონს. ეხლა მომისმინეთ ბიჭებო. ჩვენ მთელი ღამე მოვილაპარაკეთ და ყველაფერი დავხაზეთ და ჩამოვწერეთ. აი აქ წერია ყველაფერი და აი აქ არის დახაძული. ჩხეიძებს ვუხდით ჩვენ სამაგიეროს, ხლონტები. ვუხდით სამაგიეროს. ბახო, კარგად მომისმინეთ, თორემ მე გაგაგრძელებინებ შენ. გაჩვდი. ხო, ეხლა მე გავაგზავნე. ხო, მიდი ხა რა ხდება? ვახუნა ვითომ ჩუმად არალეგალურად გაყიდა თავისი ქარხანა. ხო. გაიგეთ და თქვენ უნდა შეხვდეთ კრიმინალებს ამ თემასთან დაკავშირებით. მოიცა თამარ, რა ვინ კრიმინალებს უნდა შევხვდები? ვითო, ბიჭო, ვითო, ბავშვებაში ვითო, მაგ ითამაშია. მე ამ კრიმინალებს რომ შეხვდებით, ისინი გაგიტაცებენ და გამოსასყიდს მოითხოვენ. აჰა. აბა რა. აბა მაგათ ეხლა რა ეგონათ, რომ ჩვენ სამაგიეროს არ გადავუხდით. ჩხეიძებს რა ეგონათ, რას ფიქრობდნენ ერთი ჩხეიძები ბაცო. ან მაინტერესებს. ეხლა აიმე ეს გადამალე რა იცი ვინ არის? გადამალე მიდი. მიდი, აღარ შემიძვიდი. მოიცადეთ ჩუმად. არ გითხავ ხო რა. დათოა. ამა კაცი. ნუ იკრიჭები დათო კარს არ გავაღებ. ნუ იკრიჭები. არით რა იყო, მარიკამ გამომაგზავნა რა. თქვენ მარტო მოხვედით კლოუნო თუ ცირკის დირექტორიც გამოყვათ? არა, მარტო მოვიდი, მაგრამ ზუსტად ცირკის დირექტორმა გამომატანა ეს ნერგი. იქ ამხელა ორ მოამოთხარესო ბიჭებმაო და ყველა ხო არ ამოთხიდენო. ეს ჩარგონო და აი ეს კარგად ეს ისე მე არ მეგონა თქვენ თუ კიდე აქ იქნებოდით. მე მეგონა ეხა იქნებოდი იპიცაზე ისვენებდით კონტროლზე. გადასწარევად ირას რა. კაიკი იქნებოდა რა სხვა იახტა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. რა დავისვენებ. აბა. რასიზა, ბახო, რასიზა, ისევ ცოცხს უნდა მოკიდო ხე. კენ ეხლა. კარგით ეხლა გეყოფათ რა, მარიკამ რა დაგაბარა. ხო, ესე ხუმრობისთვის არ ვცადე ეხლა არცეც მართალი ხარ მარიკამ და ისე საჭმელს აკეთებს და კინძი და განძი ხომ არ გექნება. ტელეფონი არ რეკავდეს, მე გაგცემდი კარგ პასუხს. ტელეფონმა შემიშალა ეხლა ხელი ზუსტად რა. მოიცადე. ალო. ბუზუ და ჯანდაბა შენ.
დარეკო. აღარ და ბუზუ. დიახ, ბუზუ. დედა ვინარი ნეტა ეს ბუზუ ჩემთანაც რეკავს. შეხედე ბუზუ. მე ძალიან კარგი რა მართლა არა მართლა გეუბნები ვერ გავარკვევ ვინარი ეს ბუზუ. გადი ხარ, გადი სახლში დაგხვდება ბუზუ. მიდი, დაიკითხე, მიდი. სახლში დაგხვდება ბუზუ. სახლში გზადდება, შეგაჟი ბუზუ. იქ არის, მიდი. დიდი წერებიანი მაინო. მოდი, დავიწყეთ ბიჭებო, აბა გავშალეთ რუკა, გეგმა წავიდა. სალომე, ჩარა ეგ ლეპტოპი მოიტანე, ჩარა რა. ჩარა მოიტანე რა. რა ხდება? ნახე. შედი ახლა შენ საიტი გახსენი ევრო, აიმე. რა, ევრო რა? მოიცა გავიხსენო. მონღოლი არა, ოსმალო არა, სპარსელი, ხო, ევრო პარსელ G. ეგ არის. ევრო პარსელ წერტილი G. წერტილი G. რა საიტია ეს ამბო? რა საიტია და გახსოვს თიკამ რომ დარეკა ლონდონიდან? ხო? ხო. ცოლს შორდები სალომე. ვერ მივხვდი. რას ვერ მივხვდი, მომისმინე. თიკამ ხო დარეკა ლონდონიდან. ხო. ხო და ამ საიტის დახმარებით აგზავნის იქიდან ამანაც. სადაც დევს განქორწინების საბუთები და რაღაც სიურპრიზია კიდევ. ევროპარსელ. სანდრო, მოიცადე, ესე იგი ჩვენ დავქორწინდებით? ხო, ოღონდ ჯერ თიკას უნდა გავშორდე. ვაიმე, სანდრო, რა მაგარია კილოცავ განქორწინებას. მოდი. მოიცა არ დამოვიწყდეს, თამარს უნდა დაურეკო ეხლა. თამარს რატო უნდა დაურეკო? რა ვიცი, ირაკლი მთხოვა მე ურეკავ და არ პასუხობსო და შენ დაურეკეო. ალო, თამარ სანდრო ვარ. საიდან იცი? ხო, კარგი, ნუ მიყვერი ხარ. ხო, ირაკლიმ დამაბარა რაღაც შენთან. ვე არ პასუხობსო რომ ურეკავო. ბუზუ. რა? თავი? კაი. რა გითხრა? დაგიხმეს თავიო. ნახეებო კარგად. როცა მივხედავ და სანდრო როგორ ხარ? უახ, როგორ ხარ? ეშვები? შენ როგორ ხარ? გაიცანი სალომე, ჩემი კლასელია, ჯგუფელი. ჩემი ჯგუფელი, ბექა, ჩემი ჯგუფელი. თუთფერიძე. ბექა თუთფერიძე, ჩემი ჯგუფელი რა დამავიწყებს ამ სახელს და გვარს. შენსკენ რა ხდება? ცოლი ხარ მოგიყვანე? ცოლი რამდენი ხანია მოვიყვანე? ხო, გილოცა. არა, ნუ მილოცავ დღეს შორდები. ცუდია. არა, რატო ცუდი? და სხვა ცოლი მომყავს. და ის სად არის ვისაც შორდები? ის ლონდონშია. ბავშვებს უვლის, ხო? არა, ბავშვებს უვლის, მილიონერია. და ესე იგი რა, შენ ფიქრობ, რომ შეიძლება შევხედავი იყოს? არა, შეიძლება შენზე უფროსია და შევხედავი. არა? ხო, არა, ძალიან ლამაზია და ახალგაზრდა. აბა ქონებას იყობთ? არა, კაცო, რას ვიყობთ? კარგი და კარგი. და ის სად არის, ვისაც ვინც ეხა მოყავს სწორად? ისა, სალომე, ოფიციანტი. მილიონერს დაშორდი და ოფიციანტი მოყავს სწორად, ხო? ეგრე გამოვიდა. აუ, სანდრო, შენ სულ არ შეცვლი ხარ. სალომე, მოდი. რა ვიფიქრე ახლა, იცი? რა? მე ხო ცოლს შორდები. ხო. ესე იგი დეპრესიაში უნდა ვიყო, ხო? აი მე სანდრო, კარგი რა. მიდი რა მოყევი რა გეკოცები რა უკიდე თიკავ რა. მეტიო, ესეც შეცდომა ცხოვრებაში აღარ დაუშვებო. გავთხოვდებიო ისეთ კაცზე, ვისთანაც სულ ვიცხოვრებ. არა ეგო. გამარჯობა. სანდრო მახარაძეს ვიწევ.
სანდრო მოვიდა. აი, გამარჯობა. ამანათი არის თქვენს სახელზე თქვენი მეუღლისგან. აი, ანონო, ხო მოვიდა ევროპარსელ, ხო? მადლობა, აი. მოვიდა. მოგეუბნებოდი არა? ეს ჩვენი საბუთებით იკასი. თქვენ შორდებით ერთმანეთს. იცით, აი ეს ვინც გამოაგზავნა, იმას შორდება. უკაცრავად, მე ვთხოვდები. ეს ანანოა, ეს კლიენტები არიან, ეს ჩვენი ბარია. თქვენ რას მიირთმევთ? არა, მადლობა, მე არაფერს მომეჩქარება. ეს თუ შეიძლება ამანათი შეამოწმეთ და ეხლავე თქვენს მეუღლის დაგალაპარაკებთ. დიახ, და უთხარით რომ ამანათი ჩაიბარეთ და ყველაფერი ადგილზეა. ეხლავე ჩვენ ეს? ალო. ხო, თიკა. როგორ ხარ? მე აბა როგორ ვიქნები ცოლს შორდები და. ვახ, მოიცა, ეხლა ვათვალიერებ. საბუთები კი? ვახ, რა მაგარი ჰალსტუხია, თიკა, მადლობა. ეს რა არის? ეს შემია? არა, ეს სალომე. უთხარი მას. სალომემ დიდი მადლობაო. კარგი თიკა, კარგი მოიცადე. ვაიმე რა თიკა. მამასესია ძალიან დიდი მადლობა. ნახე, ჩემი ცოლები ტელეფონზე ლაპარაკობენ. დაუკვირდეთ სანდრა თიკა და სალომე ნათესავები გამოდიან. რას ლაპარაკობ? ქვისლები. ძახლები. აი სანდრო, ვიხოცები უთხარი რა, ფულის გამოგზავნა მინდაო და ვერ ავიღებ მე რიდე. თიკა, სალომემ ვერ ავიღებ ფულსო. კარგი ვეტყვი, მაშინო 300 ყავა და 500 ნამცხვარი გამოუტანოსო. კარგი, მოიცა. მოიცა, მოიკითხე ჩემგანა. ანანო მოგიკითხა. არაფერი, რა ვიცი, მე მგონი კარგად არის. კი, კარგად. აი, გარემოს დაცვის სამინისტროში დაიწყო მუშაობა. ხო, ირაკლი ხო ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს. მოკლედ, მთელ საქართველოს აი ჩვენ ვაკონტროლებთ. ჩვენ კიდე ღლონტები გვაკონტროლებენ. კარგი, კარგი. როდის ჩამოდის კი. როდის? კარგი. თიკა, როდის ჩამოხვალო? ჩვენ? კარგი, ჩვენ სად უნდა ჩამოვიდეთ? სად? იბიცაზე? კარგი რა იბიცაზე. შენ ჩამოდი აქ ანაკლიაში, ახალ ბუნგალოებს აშენებენ. ხო, თიკა რა უნდა გითხრა, იცი? ჩემი ცოლი რო იყავი, არსად არ წამოგწდეს. მე კი არ ვალავ შენ დამალე, შენთვის ასე ჯობია. კარგი აბა, კარგად იყავი, კარგად აბა. ესეც ასე, ცოლსაც გავშორდი. უკაცრავად, ტელეფონი. ტელეფონი. ხო. მადლობა. აი აქ მომიწერეთ. დიახ. აი აქ. ეხლავე. აი. დიდი მადლობა, ნახვამდის. მადლობა ევროპარსელ. კარგად ზანდებოდეთ, უღმესი მადლობა რომ მოგიწანდით, აი ძალიან. იცით რა არის, მე ვთხოვდები. ეხლა გაცილდა და ეხლა მე ვთხოვდები. კარგად ნახვამდის, დიდი მადლობა. მე ვთხოვდები ბიჭი. მოიცა, ეხლა რა უნდა ვქნათ? ეხლა რა უნდა ვქნათ? უნდა წავიდეს მატჩის ბიუროში და ხელი მოაწეროს განქორწინების საბუთებზე. მოიცადე, მარტო მიდიხარ მატჩის ბიუროში? აბა თიკა ლონდონშია და. კაი, წამოხვები, კაი სანდრო, რა ვიცი, ეხა იქ რამეს სისულელებს ლაპარაკებ, ხო ვიცი არა? ისანანო, კარგი იქნება, წაყევი, ოღონდ რაც უნდა ისი ლაპარაკობს, მთავარია კიდე ცოლი არ მოიყვანოს. ირა. არ მომწონს მე სადიქ. რას მე ლაპარაკები? მეც არ მომწონს. პირველად არის რომ ამდენი ლუდია გარშემო და მე არ მომწონს და რაღაც დაწაბული ვარ. დათო, მოდი ძალიან თხოვე, ხარ მინდა რომ ვინმე მიცნოს მე აქ. ხო? პართან დავსხდეთ. და იქიდან დავზვეროთ სიტუაცია ძალიან თხოვ და ნუ დამიწყებ ხარ ირაკლი და მინე არ მინდა რომ გაიგონ რომ მე აქ ვარ. გაიგე? წამოდი. ვა. მე თქვენ გიცნობთ? თქვენ მინისტრის მოადგილე არ ხართ? ტელევიზიით გამოდიხართ ხოლმე? არა? აი მინისტრს კი არ ვიცნობ. არ იცნობთ მინისტრს?
რას დავლებთ? მე ორმაგი ვისკი თუ შეიძლება. თქვენ ბატონო მინისტრო. მეც ორმაგი და ვისკი. დამისხი. კარგია. ეს კარგია. დიახ. ჩვენ ნუგზარას ვეძებთ. ნუგზარას ვეძებთ, აქ არის? კი. და ის რომ უნდა მოსულიყავით. არ ვიცი. ბიჭო, ისეთ ნუგზარას არ უყვარს, როცა უცხო ხალხი აწუხებს. არა, მე კი დაუძახებ, მაგრამ თქვენც არა, ხო გეუბნებოდი რა პოლიციას გამოგვეძახებია. კარგი, გეუბნები რომ ვერ უშველის პოლიცია ამ საქმეს თუ რა. იმათო რა ჩვენ ხო გვიშველის. აი ესენი არიან. გამარჯობათ. თქვენ მკითხულობდით? პოლიციიდან ხომ არ ხართ? ბატონო? პოლიციიდან ხომ არ ხართ? არა. ბათუმიდან. ნუგზარა მგელო. კოსტუმა ლომო. ირაკლი, ქირურგი. თქვენ შემთხვევით ხო არ იცნობთ რეგვენა სამბმელია რა? კი. თქვენ საიდან იცნობთ? ერთად ვიჯექით რა. ბატონო ნუგზარა, მგელო. აი ამ ხალხს ვეძებთ ჩვენ. ეს ძალიან სერიოზული ხალხია, ლოქო და ხუნხულა. ესენი ჩვენთან არიან. ამ ბიჭებს ჩვენთან ფულში ქონდათ პრობლემა. ასე რომ სანამ 20,000 არ მოიტანთ, ვერ გავუშვათ. 20,000? და როგორ არიან ახლა? კარგად. გინდათ დაგალაპარაკოთ რომ დარწმუნდეთ. არ იქნებოდა ცუდი. დურა, მე ვარ. ერთ-ერთი დაალაპარაკე. დიდი მადლობა. ალო. ლაშა. მე ვარ. ირაკლი ვარ. შენ არაფერზე არ ინერვიულო. ხო, კარგად ხართ. ჩვენ ყველაფერს შევაგროვებით, გამოგიყვანთ მალე სახში იქნებით. ხო, ვახო როგორ არის? ვაიმე ლაშა, გადაყლაპე ეგ ლუკმა და ისე მელაპარაკე, გავგიჟდი არ მესმის არაფერი. ხო. კარგი, არ ინერვიულო. არა. კარგად არიან. საღამოს 10-ზე დაგირეკავთ და მითხარით ფულს როდის მოიტანთ. ვაიმე იქნებ ცოტა ადრე დარეკოთ რა. ზუსტად 10-ზე ძალიან კარგი თამაშია და კოდ დივუარის მეტი კუთხური მაგ დადებული ეგ. 10-ზე დარეკეთ და ზუსტად გეტყვით დროს როდის მოვიტანთ ფულს. ისე რაც უფრო მალე მოიტანთ, მის უკეთესი თქვენთვის. ერთი იმდეს ჭამს ხარჯი მოგვემატა და მოგიწევთ ფულის დამატებაც. ასე რომ საღამომდე. კარგად კოსტუმა. გაიგე? ახომდის მგელო. გაიგე, ერთი ბევრ ჭამსო, ნეტა რომელი? ბაბა, ნეტა რომელი. არა, სასტრაფოდ უნდა ვიშოვოთ ეს ფული და რაღაცა გავაკეთოთ, ცოდოები არიან რა. რა ცოდოები არის? რა ცოდოები არიან, ვახო როგორ უძლებს ამას მიყვის მე რა. კარგი რა ირაკლი, შენი გამკვირვებია რა. სახში იმისთანაც უძლებს რა. არ გაუჭირდება. იქნებ არ უნდა საერთოდ წამოსვლა კაც. ვის კაცო? ვახო, არ უნდა სახში მისვლა. აუ, სახში მისვლა, აუ, თამარი ეს რა.
ეს რა გამახსენე რა ეთქვის ეხლა მაგათ თამარი გაგიჟდება ქეთევანის სკიულს და ისტერიკას რა გაუძლებს ეს რა დაწაფახოს გაგიჟდება აუ ეს რა მითხარი აი მე სად ვიშოვით ეხლა მდენ ფულში რა ვიცი კაცო ეს გლონტები ლიფტის ფულზე დარბოდნენ და ქფრების ფულზე არ ირბენენ ირა ნახე რა მოიფიქრე რა ესე იგი 5,000 რო იშოვს თამარმა და დანარჩენი ლაშას ცოლებმა ხო გამოდის კარგი იყო ხო რა ვიცი ფაქტი არ უნდა ვიშოვოთ ჩვენც უნდა დავეხმაროთ როგორ აბა რა ეხლა აბერისთვის თავარ თუ არ დავეხმარეთ აი რა გავაკეთე აი ჩემი 20 ლარი მე ხო იცი ხა მაგ ბიჭებისთვის არაფერი მენანება რა გენაცვალე აი ეს ხურდა არ გვინდა წავიდეთ ჩვენ უნდა უთხრათ ეხლა თამარს და ქეთევას არ აქვს ხდება ეგ ხო იცი ვაიმე კარგად იყავით ბატონო მინისტრის მოადგილეო კარგად ზარდებოდეთ ბატონო ბარმენო მოდი ის ირა მე რომ მოვეტაცებინე გადაიხდით ფულს რას ლაპარაკობ დათო აბა რას ვიზავდი დათო არ გადავიხდიდი ამდენს გადაიხდი და 3 ამდენს გადავიხდიდი დათო არ გწვენია აი ეს ხ მართლა ბუშერ მაგას რას ლაპარაკები შენ ვინმე მოგიტაცოს და იმას ფულს არ გადავიხდი ანანო ერვეულო კაი სანდრო რა განერვიულებს ოღონდ ეხლა მომისმინე სანდრო კარგად მისმენ სანდრო ეხლა ესენი შენ დაგიწყებენ კარგად დააფიქრდით ხომ არ შეცვლით თქვენ გადაწყვეტილებას ეხლა არ შეცვალო სანდრო შენი გადაწყვეტილება ხო სანდრო მომისმინე იცი რა უნდა გქნა სანდრო აი თიკაზე აი რამე აი საშინელებები უნდა ელაპარაკო აი რაც გაგიგია წარმოგიდგენი აი ყველაფერი ცუდი უნდა თიკაზე საშინელებები რატომ უნდა ვილაპარაკო ნუ მეც არ მინდა რომ ვილაპარაკო მაგრამ ხო უნდა განგაქორწა ნუ ვითომ სანდრო ვითომ ასაგებია, მაგრამ რო არაფერი ვიცი. გამარჯობა. დაბრძანდით. ვითომ. მიდი. თქვენ დიახ, მე მარგარინი გლამური. ბატონო? დიასახლისების გემრიელი საიდუმლო. ვერ მიგიხვდით? როცა სამზარეულოში მარგარინი გლამურია, ესე იგი ყველაფერი კარგად არის. ნუ მიაქციოთ ყურადღებას. ვაიმე, იმ ცოლმა სულ გააგიჟა. აბა სულ სანდრო, არ გვინდა ეხლა გლამური. რა საქმეზეც მოვიდით, იმ საქმეზე ვესაუბროთ ქალბატონს. დავიწყო? რა თქმა უნდა. ჩემი მეგობარი თიკა. მეუღლე სანდრო, მეუღლე იგივე მეგობარი თიკა. არის საზღვარგარეთ წასული და იქიდან გამომიგზავნა აი ეს განქორწინების საბუთები. იმებით. მეც თანახმა ვარ. ეს მეორე პირია მე დავიტოვე. ძალიან მაგრა დავიწყეთ ხოჭი. ხო. ალბათ წაიკითხავდით. ამ საბუთებში თქვენს მეუღლეს მითითებული აქვს თუ რატომ გადაწყვიტა განქორწინება. ეთანხმებით მის არგუმენტებს? ეთანხმები. თავისთავად. ანუ ის რასაც თქვენზე ამბობს, ყველაფერი სიმართლეა. ყველაფერი. ვაი. არა და ერთი შეხვედით რა მშვენიერი ახალგაზრდა ხართ. თქვენი არგუმენტები მითხარით. არგუმენტები? თვითონ არგუმენტები. დამიხასიათეთ თქვენი მეუღლე. როგორი ადამიანია თიკა? რას ლაპარაკობთ? არაჩვეულებრივი ლამაზი, კეთილი, ესეთი ხალისიანი. რომ ყოფილიყო. რომ ყოფილიყო? ეგეთი რა თქმა უნდა არ გავშორდებოდი. რა თქმა უნდა. იცით როგორი იყო? თქვენ წარმოგიდგენიათ? ყოველ დილით თავისი ოთახიდან ერთ ოთახში არ ვიყავით. უი. თავისი ოთახიდან გამოდიოდა ყოველ დილით და დაიწყებდა დღეს დიდი დღეა, დიდი. თიკა? როგორ იცინოდა მე? იცით როგორ იცინოდა? ბუ! ბუზუ. გოგო, ახალგაზრდა გოგო, აი ესე ბუზო. ყოველ
დღეში სამჯერ ურეკავ და ვიღაც გოგი. ეს ეჭვიანობდა. აბა რა შეიზავდი? სვამდნენ. სვამდნენ. გოგისთან ერთად? ისიც უთხრა მინისტრის მოადგილე. კიდევ ერთი მაგარი არგუმენტები მაქვს. ესე იგი, ჩემთან სახლში გადმოიყვანა თავისი ბიძაშვილის საცხოვრებლად. ეგეც ტიკა? აბა. და არ სიამოვნებდა მე ჩემთან რა ცხოვრობდა. რა მექნა, რატომ უნდა მე სიამოვნოს, ხო? და ვეუბნებოდი წავიდეს და არ მიდიოდა. და ყოველ დილით მთხოვდა 20 ლარს. და თან ამბობდა 1-2 წელი მასალეთო ტიკა. ხო. აბა? აქამდე უნდა გაგეგდოთ. ეგ მინისტრის მოადგილემ ვერ გააგდო და მე როგორ გავაგდები? ხო, კიდევ ერთი გვერდითი არგუმენტებიც მაქვს. აბა? სახლს მალაგებინებდა. აი ეს. მე მალაგებინებდა სახლს და თავისი და ქვისლი დამცინოდნენ მე. ცოცხით. მეტალ როგორ უძლებდა? ქალბატონო ჩვენც ეგარ გვიკვირდა როგორ უძლებს ამდენი ხანით აი ისევ ცუდა ესეც ცუდად ხდება სიცხე მოუწია პულსი აუჩა ანანო თქვი რამე ცოტა მომეხმარა არგუმენტები შემდეგი არგუმენტები უიმე ისეთი დაბნეული იყო ყველაფერი ავიწყდებოდა ლონდონში ვსწავლობდიო და ეგი სადაც მივიდოდა გვაინტერესებდა არ გვაინტერესებდა მე ლონდონში ვსწავლობდი რაში ვის რაც უნდოდა ეგრე თუ კარგია ცხოველები უყვარდა ხო ძალიან უყვარდა გავიდოდა ქუჩაში და სადაც რამე ჭუჭყიან ნაგავში ნაპოვნი ცხოველს იპოვდა სახლში მოყავდა ყველაფერი ერთი წუთი უნდა ვაღიაროთ რომ ეგ მისი ერთადერთი კარგი თვისება იყო აბა რა მაგაზინი ვერაფერს ვერ ვიტყვი პირადად მესმის დასაგებია მაგრამ ჩვენ უნდა დავწუნდეთ რომ თქვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელია ვერ დარწმუნდით ისე კიდევ გეცადათ ერთხელ კიდევ მეცადა? ერთხელ. და ვერ დარწმუნდით? რაღა უნდა ეცი? მე ვიცი როგორც უნდა დავწმუნდეთ. აი ახლავე დაურეკავ და დაგალაპარაკე. ვის ურეკავ? სანდრო რა? ალო. ხო, საყვარელო მე ვარ. იქნებ გვეცადა და ყველაფერი თავიდან დაგვეწყდა. მოусმინეთ. თამართან დაურეკე. თქვენ უკვე ოფიციალურად აღარ ახართ ცოლქმარი. რას ლაპარაკობ? ისე მოსალოცად გაქვთ საქმე. კილოცა. აი მე მეც მილოცეთ რამე. კილოცა. თქვენც კილოცა. მაინტერესებს რა მოხდა ხო? ეს იგი რომ მოდიოდნენ მათ ეს დაუვარდა 5 ლარიანი და თუ ისე ნერვიულობდა გადააბიჯა არ შეხედა. სახე სერიოზულად თავი აბაჩვენებს. ირაკლი და დათუნა მოხვედით. გაიგეთ სად არიან ჩვენი ბიჭები? კი, გავიგეთ. ვაიმე. რატო არ წამოიყვანეთ მერე? გზის ფული არ გვყვა. რამდენი უნდოდა? $20,000. ვაიმე. ხომ გითხარით ამრიდი თანხას მოითხოვენ თქო ჩვენი ბიჭების გამოხსნაში. ხომ გითხარით ამრი? კი. ვაი. შარში არიან გახვეული. მართალი იყავი შენ. ხო და სანამ 60,000 არ მივიტანთ, არ გამოუშვებთო და ნუ გეშინიათ რაღაცას, მოვიფიქრებთ, აბა რისთვის ვარ ჩვენ აქ კაცო. ვაიმე, გული ცუდად ვარ. ვაიმე, მიცგული მე. ვაიმე. წნევა დამიბარ. კარგი, ხა შენ რო ცუდად გახდები რა ამითი მერე. თავი შენი სიკვდილი მინდა ეხლა. მოიცა, წნევას გაგიზომა, აპარატი სად არის? არ მინდა აპარატი გაგვიფუჭდა სულ ერთნაირ და კარგ წნევას აჩვენებს. არ მინდა.
ჩემთან წავალ და ჩვენ აპარატს გამოვიდა. მიდი მოიტანე აი მე არ გინდა დათუნა არ წახვიდე დათუნა არ მიგვატოვო ამ ძიმე წუთებში დათო ის მაინც მითხარით როგორ არიან ლაშას ველაპარაკე დაურეკა იმან რაერქვა იმას რამიშოლობა აქვს რაერქვა დაურეკა ლაშას მალაპარაკა და კარგად არიანო ახოც კარგად არის აი მე ჩემი ბახო კარგად არიან კარგად ხო ცივნიავს არ ვაკარებდი ვახო საჭმელიც აქვს და ცოცხით ნერვი აი გერა თქვა ცივნიავს არ ვაკარებდი ეს ახლა შოქშია და ბოდავს აი სახლია დასალაგებელი ვახო ვიფიქრე დავალაგებ მეთქი მაგრამ არ დავალაგებ შენ მოდი ბიჭო ვაიმე ირაკლი როგორ დავიღუპეთ ირაკლი სად უნდა ვიშოვოთ ამ პაწაწინა გოგოება ამ ხელა თანხა რა ვიცი მაგაზე ვფიქრობთ ჩვენც ახლა როგორ გონია შენ რომ არ ჩვენ რო გვაქვს არაფერი დანაზოგი თორე რაზეა ლაპარაკი აი შენი ბინა რომ გავყიდოთ ირაკლი თქვენი ბინა გაკიდეთ თუ კარგი თან ორი რომელს გტოვებ გარეთ დათუჩი მოიცა რა არავის არაფრის გაყიდვა არ მოუწევს ერთი წუთი მაცადეთ რა გოგის დარეკა გოგი გოგი ბიჭია მე ვარ ხო მე ირაკლი ვარ გოგი 20000 მჭირდება სასტრაფოთ რა რამდენი ბოცა მოგიტანო 20000 მინდა გოგი ღვინო კი არა ხო კარგი ეხა გავარდა ავიკებ იმ თობს და მოიცა ერთი წუთი მოიცა ვერ ახალში ხო იქარიყავი ვერ ნახე რა ხალხში ქონდა საქმე არა ხო მართალი ხარ მე და ეს გავყიდოთ ის ტოპი და რაღაც თანხა გვექნება გავყიდოთ ბიჭო ეს რა შარში ვარ ბიჭო მე რისი მეშინია იცი ახლა აქაც არ მოვიდენ და ეს გოგოები არ შეაშინა აი მე ირაკლი რა უნდა ვქნათ ირაკლი იცი რა ირაკლი ძალიან მეშინია ირაკლი შენ ხوارაპირებ რაღაცას აირაკლი ვიცი რა მე მეშინია ირაკლი არ დარეკო სადმია რა არავისაშია პოლიციაში არ დარეკო ირაკლი პოლიცია ირაკლი რომ გაიქოს კარგი რომ ახსენე არა მაგის მეშინია ირაკლი არ დარეკო პოლიციაში დრო გაიგებენ ის და ჩაშიანია ირაკლი და მოვლენ დაიჭერენ და ჩასვამენ აი ესე ჩასვამენ ეხლა ხორას ამობ დანავარდობენ ქუჩა აიმე რა ვიღაცა შემოვიდა სადარბაზოში აქ მელოდი წვერ გაუპარს ამ ხელთან და შარიანს გავდა ვაიმე ირაკლი ნუგზარა ეგ არის ნუგზარა დათო თოფი ხო გავს დათო აი ეხა გამოვიტანე რა თოფი რამდენი არიან? 15 არგით რა თოპიკასო ვერ ახარ თქვენ კარგად 15 თუ არიან და შემეშალა ნიჟარაძე ყოფილა ჩვენი მეზობელი და მისი მეგობრები ყოფილან კიდე იქ თურმე ფეხბურთის საყურებლად მოდიოდნენ ფეხბურთის როგორ შეგეშალა რა მიხეთებული და რა ვაიმე ეგ მიდოდა კიდე მე ისე მოდი ირაკლი მოდი ვაიმე ასო რას ვფიქრობ იცი პოლიციაში თქვენ მე არ მარეკინე არავის სტრუქტურაში თქვენ მე არ მარეკინე ასეთ ხალხს მე არავის არ ვიცნობ და ვინ უნდა მოაგვაროს ეს საქმე ვაი ბებისა
ნუ, მოდი. თქვენი მაინც მინისტრის მოადგილე სავარძელში დაბრძანდით. აი ესე. აი ესე. არი ნერვიულო ირაკლი. კარგი სიზმარი მაქვს, ნანახი და ყველაფერი კარგად იქნება. რა სიზმარი გამისკდა გული თამარა? ტვინი ფიქრით რა. ირაკლი, არი ნერვიულო, შენ გინაცვალე ირაკლი. ყველაფერი მოგვარდება ირაკლი. რაღაცას ვიზამთ, ფულს ვიშოვით ირაკლი. ყველაფერს გავყიდით ირაკლი და ამასობაში ჩვენი ბიჭებიც მოვლენ. ჰა! კი გაყიდი. როგორ არ გაყიდი? მაგრამ მე რას ვფიქრობ იცი? რა უნდა გაყიდოთ ახლა თქვენ? იმისთან არ $20,000 მოხსნა. არ ვიცი რა. ირაკლი, ეს რო გავყიდე. ვახო. აქ რა საკეთებთ, კაცო? გამოიქეცით, ეხა ისინი აქ მოვლენ. არა დათო, არა. არა, აი გუშინ განძი რო ვიპოვეთ ის მივეცით და გამოგუშვით. მოიტაცეს არა ის. მოიტაცეს შური იძიეს ბიჭებმა რა, ვითომ ის გამისკდა ტვინი ნერვიულობით მოვდი. ინსულტმა დამარტყა, ინფარქტი მომივიდა. აბა, აი, რამდენიმე დაიმარტე ეს. წამოდი ერთი რა. მომეცი სოციალი რომ მოგეცი. გამისკდა გული რა. მე ლაშა ვიღაცა მომტაცოს და ესე ვიქნები დავაგრიჯავთ მეც. წამოდი და მომეცი მაგ და ის $20 ერთი. შენ მაგლი ხარ ეხლა აჩუმდი გადავიხადე ის $20 ბარში ვერ. მოიცადე. შენ წამოდი ერთი. რა გიგეცი? ინუგზარა ვინ იყო ეს ინუგზარა? ნუგზარა იყო ლაშას ძველი პაციენტი. ხო და აი ეს ბარი კიდე იყო ჩემი ბიძაშვილის დაც. აი ესია რა. წამოდი კაცო. ანაირად იცი ხოლმე როგორ აფორიაქტები რა. ჩვენი მშვიდობით დაბრუნების არ აღვნიშნოთ, ჰა? არ დავლიოთ? რა უნდა დავლიო? 2000 ღვინო მაგი. არ მინდა შენი არაფერი არ მინდა. წამოდი კაცო, წამოდი. არაფერი არ მინდა დავადი. წამოდი. არ მინდა. ცივია ის ღვინო. წამოდი და შენ თონახე. დატრიალდი. არ ხედავ ოჯახის კანს, აი მასხარა ხარ და მაიმუნი ხარ. მე შენ მოგივლი, მოიცახო, მიყურე ზღარბივით. აი, ხედავდათო, რა კარგი ადამიანია ირაკლი. რამხელა თანხას იხდიდა, რამხელა თანხას. მეზობეში ამდენ სიკდიდა და დაცავშტიაც გადაიხდი. ნუ იტყვი. შენ უგზავს ტელეფონი ხო გაქვს? მაგრა გავერთე რა. დღეს ძალიან მაგრა გავერთეთ რა. აი ღვინო გადაგარჩინა შენ რა. შენი თვალები, თქვენი თვალები უნდა გენახათ იმ ბარში რომ შედიოდით. აბა. მოიცავი, თქვენს. იქ ვიყავით ჩვენ ზავზარეულოში გიყურებდით იქ და რომ შემოხვიდეთ. ესე თვალები გქონდა ჩვენ. ესე დაახლოებით როგორი თვალები გქონდა იცი? გითხრათ დაახლოებით როგორი? თქვენ რო 40 მოთხარეთ და სკიმში მაგნიტოფონი რო იყო. აი დაახლოებით ეგეთი თვალები. ხო, კარგი, მოდი ხა დღეს გვეყოფა. კარგი მაგ. ეს რაღაცა ხუმრობები და ამბავები და აღარ გვინდა რა, მოკლედ მეტი აღარ გვინდა რა. აღარ გვინდა მეტი. არა, მოიჩა.
მორჩა მე მეორეს ასეც ვერ გადა. ლაშა ვახო, ჩქარა მეგობრი. თქვენი მაღაზია იწვის. ბოლი ამოდიოდა მაღაზია. ხო, აბა მე ვერაფერი ვერ ქენი, მარტო ჩქარა. როზე, მინდა კალბასები. აბა ისე მაგრაში ასულეთ სადრო ოჩახში არტისტებს ეგეთები არ გვეშლება მოდი დასხედით ბიჭებო ბატონო დავით გისმენთ ბიჭი ცოლს გაშორდა და დავლოცოთ მოდი აბა გენაცვალე ისე ბევრი ცოლი გამეშვა ზირო